მოდით შევხედოთ იოანეს მე-6 თავის 43 მუხლს. უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის სისხლს და არ შესვამთ მის სისხლს, რა არ გააქვს? არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს რა აქვთ? საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს? ბიბლიის მიხედვით, მარტო ვის აქვს უკვდავება? მხოლოდ ღმერთს აქვს მარადიული სიცოცხლე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ ღვთისშვილები, არა? მოდით მივმართოთ მათეს წიგნს 26 თავის მე-17 მუხლს. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას, სად გინდა რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მან უთხრა, წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს თქო მოძღვარი. ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი. პასექი არის დღე, როდესაც ღმერთი აძლევს თავის წმინდა სხეულს თავის შვილებს საჭმელად. ეს არის ასევე დღე, როდესაც ღმერთი აძლევს თავის ძვირფას სისხლს თავის შვილებს. მოდით გადავიდეთ 26 სტროფზე. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა მისცა მოწაფეებს და თქვა, აიღეთ ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, პასექის ღვინით სავსე. მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა, ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი. რა არის ეს? ჩემი სისხლი, ახალი აღთქმისა მრავალთათვის დაღურილი ცოდვათა მისატევებლად. იესო ქრისტე გვაძლევს პასექის პურს თავის ხორცად და პასექის ღვინოს თავის სისხლად. თუ პურს ვჭამთ და ღვინოს ვსვამთ, ჩვენში ღვთის ხორცი და სისხლი იყოს. ამგვარად, ჩვენ ვუკავშირდებით ღმერთს ახალი აღთქმის პასექის მეშვეობით, რომლითაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ ჩვენს მამას და ღმერთი გვიწოდებს თავის ვაჟებსა და ქალიშვილებს. განა ბავშვები არ იკავებენ მშობლების ხორცს და სისხლს. პასექი ასეთი დიდი მნიშვნელობის დღესასწაულია. გულწრფელად გთხოვთ ყველას, რომ წელს აღნიშნოთ პასექი, რათა მივიღოთ ქრისტეს წმინდა სხეული და მისი ძვირფასი სისხლი. პასექის ამ ძვირფასი დღესასწაულის აღნიშვნით, ჩვენ ყველას შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ჩვენს მარადილზე ციურ სახლში დაბრუნების დიდებაში.